გამარჯობა. რამდენიმე წლის წინ დავპოსტე ვიდეო YouTube-ზე, სადაც ვხსნი რა ეტაპები უნდა გაიაროს ქართველმა სტუდენტმა, რეზიდენტმა, საქართველოში რეზიდენტობის ჩაბარების გარეშე გერმანიაში, რა საბუთები უნდა მოაგროვოს, რა გამოცდებია ჩასაბარებელი და ასე შემდეგ. ეხლა მოკლედ ეგ ეტაპი უკვე დიდი ხანია მოშორებული მაქვს, რეზიდენტურად დავამთავრე, ქართული რეზიდენტურად დავამთავრე და ჩემი სალიცენზიო გამოცდაც ჩავაბარე და ვინაიდან და რადგანაც ეს საბუთებიც ვფიქრობ, რომ მალე დამავიწყდება, რადგან გამოცდისთვის, არიარებისთვის დამჭირდა და საერთოდ რა პროცესებიც გავიარე, ეს ყველაფერი, ამიტომ მინდა რომ კიდევ ერთი ვიდეო ჩავწერო და ვისაც დაეხმარება, ძალიან გამიხარდება. სამ პირდაპირ საბუთებს საუბარს დავიწყებ. ვიტყვი იმას, რომ მე გავიარე ზოგადი ქირურგიის რეზიდენტურა, საქართველოში რეზიდენტურის გამოცდა არ ჩამომერებია. წამოვიდი გერმანიაში, ჩავაბარე FSP, ანუ Fachsprachenprüfung. ბერუსალაბნისიც მოვიპოვე და მის შემდეგ ვიმუშავე 4 წელი ამ მიმართულებით. და აი 4 წლის მერე რა პროცესების გავლაც მომიწია, ახლა მაგ ყველაფერზე ვისაუბრებთ დეტალურად. იმიტომ რომ როგორც ყოველთვის არც ამას დამხმარებია ვინმე და არავინ ნორმალურ პასუხს აღცემს. ერთ-ერთი ჩემი მეგობარი დამხმარა ანა, რომელსაც შემოელოს ჩემი თავი, რომელიც ასევე ფსიქიატრის მიმართულებით მუშაობს და მანაც იგივე ეტაპები უკვე გაიარა. და ვიცი რომ ბევრი ადამიანს აინტერესებს, კონკრეტულად რა საბუთებია საჭირო და მოკლედ დავიწყოთ. ესე იგი. პირველი საბუთი მოკლედ ამ 4 წელს როცა თქვენ გაივლით. ნუ შემთხვევაში 4 წელს ხო ზოგადი ქირურგიის. ესე იგი 4 წელიწადი როცა დამთავრდება, ამის შემდგომ თქვენმა განყოფილების შეხვმა უნდა დაგიმზადოთ საბუთი, ეგრეთ წოდებული ცოიგდისი, რომ ეს 4 წელი, რაც გერმანიაში გაიარეთ, შეესაბამებოდა მოდულებით გათვალისწინებულ სქემას, ასე ვთქვათ, რომელსაც საქართველოში გადიან რეზიდენტები. ეს ცოიგდისი მე პირადად გავაკეთე, ნუ ჩემს რაღაც მონახაზი მქონდა დაახლოებით როგორ უნდა გამეკეთებინა. იყო მგონი 8 გვერდიანი და ეს ცოიგდისი გავაკეთეთ მე და ჩემმა შეფმა ჩემი ქართული რეზიდენტურის საბუთების მიხედვით. ანუ აი თქვათ რომ დაგგვაქვს რეზიდენტურის მოდულების გარდა გიგდებთ კიდევ დაახლოებით 8-9 გვერდიან საბუთების ნუსხას, სადაც ჩამოთვლილი ასე ვთქვათ დეტალურად რა ისწავლეთ, აი ჩემს შემთხვევაში რა ოპერაციები უნდა გამევლო, რამდენჯერ უნდა გამეკეთებინა, რა მევალებოდა და ასე შემდეგ. აი ეს ყველაფერი მოკლედ არ მოვიტყობ, მაგრამ ChatGPT-სთან ერთად ძალიან კარგად დაწერილი გერმანულით, ასე ვთქვათ. დავწერეთ, ანუ მაქსიმალურად ვეცადე, რომ ქართული რეზიდენტურის საბუთის შესაბამისი საბუთი ყოფილიყო, თითქმის ყველაფერი დამთხოვდა. ანუ ისედაც ვაკეთებ ყველაფერს, მაგრამ აი ერთი ყოფილიყო, რომ იქ რამეზე პრობლემა არ შემქონოდა. ამ ცოიგდისის საბუთში ძალიან კარგი იქნება თუ თქვენი შეფით დაგეწერთ გარდა არსებული მოდულებისა იმას რომ თქვენ ისამ კლინიკაში ხართ დასაქმებული, რომ ან როგორი მუშახელი ხართ, რაღაც პირადი ახასიათებებს რო დაგიწეროთ, ძალიან წაგერგებთ. და ასევე ისიც აუცილებელი ახსენოს, რომ ისამ კლინიკაში ხართ დასაქმებული და დიდი სიამოვნებით გააგრძელებთ ასე ვთქვათ თქვენთან ურთიერთობას ქართული სერტიფიკატის ასე ვთქვათ მიღების შემდეგაც. ჩემს მოდულებში, ანუ რაღაც პრომეტი საბუთი მქონდა, მაგრამ ესე გავაკეთე, რომ ანუ ვითომ ჩემშების უშუალოდ კი არა, ჩემშების მე ხოდა წერილი, სადაც იძახის, რომ კონსაკობა ხიცეთ თქვათ ამადამ წელს დაბადებული, ამადამ ქვეყნიდან, ამადამ პირადი ნომრით, რომელიც ვთვლი, რომ ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ მოიხსენიათ იდენტობის თვალსაზრისით. რომ ამადამ კლინიკაში მუშაობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუ გაარკვევთ თქვენი კლინიკა, საუნივერსიტეტო კლინიკების ქსელს თუ მიეკუთვნება, არა უშუალოდ საუნივერსიტეტო კლინიკა რომ იყოს, არამედ უბრალოდ ქსელს თუ მიეკუთვნება. არის ზოგიერთი კლინიკა, რომელიც ასეა და შესაბამისად ეგეც წაგადგებათ. ასევე შემდგომ უკვე დაწყებული გქონდა საბუთში პირველ წელს რა გავიარე თავისი მოდულებით, ანუ ჩართული მქონდა ამ ვრცელ ახსნაში თვითონ მოდულები, რომ ეთქვათ პირველ წელს აქ ვიყავი, ეს გავიარე, ეს როტაცია, ეს. და მე კიდე დეტალურად რა შევიღებდი მონაწილეობას. და ეს მქონდა გაკეთებული 4 წელზე. ბოლოს მქონდა შეჯამების სახით გაკეთებული, უბრალოდ ჩემს შემთხვევაში გაკეთებული როგორი ტიპის მუშახელი ვარ და ბოლოს მქონდა ასე ვთქვათ ნახსენები, რომ დიდი სიამოვნებით იმუშავებს და თანამშრომლებს ჩემთან ერთად. ეს იყო ცოიგდისის საბუთი, რომელიც დაახლოებით 8-9 გვერდიანი იყო, როგორც ვახსენე, და არის უმნიშვნელოვანესი საბუთი. მოკლედ ამის გარეშე არაფერი არ გამოვა. გარდა ამისა, ეს იყო ერთი საბუთი. ამ საბუთის გარდა მქონდა ცალკე აღებული მოდულები, ანუ მხოლოდ მოდულები 4 წელი ჩემს შემთხვევაში, სადაც დეტალურად წელი არა როგორ უნდა გავიარო, ცალკე საბუთად და ასევე ჩემს შემთხვევაში მე ხელმოწერილი, რომ ნამდვილად შეესაბამება ქართულ რეზიდენტურას ეს მოდულები და რომ აქ ნამდვილად გავიარე. ასევე შემდეგი საბუთი, რაც გჭირდებათ, არის ბერუსალაბნისი, რომელიც წესით უკვე ორჯერ გადაგზელებული უნდა ყველა რეზიდენტს ჰქონდეს. ეს ბერუსალაბნისი ორიგინალები რა თქმა უნდა სახში გაქვთ და ეს მოკლედ ამ საბუთებს რა უნდა ვქნათ, ამას კიდეც ვიდეოს ბოლოს ალბათ განვიხილავ. შემდეგი საბუთი არის ერმეჰტიკუნგი, ანუ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გარდა იმ ცოიგდისისა. ანუ ეს არის საბუთი, რომ თქვენ შეფს აქვს იმის უფლება, რომ თქვენს კლინიკაში გაგატაროთ რეზიდენტურა. ეს საბუთი ყველა შეფს აქვს წესით თავის სეკრეტარიატში შენახული და ეს ამ საბუთში არსებული ვადები უნდა ემთხვეოდეს თქვენი გავლილი რეზიდენტურის ვადებს. მაგალითად, ჩემს შეფს ქონდა თქვათ რაღაცა 7 წლიანი ერმეჰტიკუნგი Vollweite Bildungis allgemein ქირურგიაში და შესაბამისად ჩემს რეზიდენტურის ვადებს ემთხვეოდა. ეს საბუთი
უნდა ორიგინალი, ასე ვთქვათ, ხა ორიგინალს არ უნდა გამოგეტანთ, მაგრამ აი დამოწმებს რომ განვიხილავ, ამ ეს საბუთები დავამოწმებინე ჩემი კლინიკის ფერვალთუნს, ანუ არ თქვენ ბეჭდს რომ დედანი რომ ასლი შესაძლოა დედანს და ეს საბუთი შემდგომ უკვე ნოტარიულად უნდა დამოწმოთ. მოკლედ ეს არის ერთ შემთხვევაში როცა მთლიანად შეps აქვს მთლიანი ვაითერბილდინგის ემერთი. ასევე ჩემს კლინიკაში ჩემს მქონდა ალგემანი ქირურგია, მაგრამ ჩემთან გავდივართ ასევე ორთოპედიას და უთმო ქირურგიასაც ცალკე და არსებობენ ოპერაციები, რომლებსაც ცალკე აქვთ ეს ემერთი გუნგები თავიანთი სფეროსთვის და ჩემი რეზიდენტურის პერიოდში ასევე ამ უფროსი ექიმების ემერთი გუნგების ორიგინალები დამჭირდა. ანუ ჩემს რეზიდენტურაში მოკლედ იმ 4 წელიწადში ვისაც რა ჰქონდა, ყველაფერი ასე ვთქვათ გამოვითხოვე, დავამოწმე. და გარდა ამისა გავაკეთე კიდე ცალკე საბუთი, რომ სადაც წერია რომ ეს უფროსი ექიმები, რომელთაც ჰქონდათ ვაითერბილდინგის ემერთი გუნგი ამ სფეროში ამ პერიოდში, დასაქმებულები იყვნენ ნამდვილად ჩემს კლინიკაში და რომ ეს ემერთი გუნგი შეესაბამება, ასე ვთქვათ, ქართული რეზიდენტურის მოდულების გასავლელ უფლებას, რაღაც ესეთი მოკლედ, ანუ ეგეც სანიშნავია საბუთი. და რომ აღიარებადი არის რა, ასე ვთქვათ, ეს კამერის მხრიდან. ეს საბუთი ცალკე მქონდა გაკეთებული და შემდეგი საბუთი არის ანუ გრენდ კონტროლის საბუთები, ეს უკვე მაგაზე მე 4 საქართველოს შეცვლა გაკეთეთ. ეს კამა მითქლის ბეშაინი გუნგი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელსაც შეგიძლიათ ისედაც გამოითხოვეთ, რომელიც შეგიძლიათ ისედაც გამოითხოვეთ, ეს კამერიდან თუ დაკარგული აქვს, რომ მე ვეღარ ვიპოვე და გამოითხოვე, რომ დაეწერა საინას რამდენ ვარ ამის წევრი. ეს საბუთი მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, თქვენ დიპლომი მე პირადად დავამატე ასევე ჩემი გავლილი 90,000 კურსი, რომელიც გერმანიაში სამწუხაროდ არ გუთვლება პუნქტების თვალსაზრისით, მაგრამ მეთქი რა ვიცი წამატკივა თქვა და ყველაფერი რაც კი გავლილი მქონდა მაგალითად ინტენსივის კურსი, აიმის კურსი, ორთოპედიის კურსი, უმთვალხირურგიის კურსი, სონა კურსები, აი რაც კი ყველაფერი გამომქონია, ორიგინალები ასე ყველაფერი დავამოწმე. Arbeitsbeschäftigung ასევე მნიშვნელოვანი საბუთი არის, რომელიც ჩემს მეგობარს დამატებით მოსთხოვეს, იმიტომ რომ არ გავუკეთებია. ეს საბუთი ცალკე კიდე გავაკეთებინე, რომ ამ პერიოდ, ანუ სადღაც რომელიღაცა წლიდან დღემდე ვარ დასაქმებული ამ კლინიკაში და ამაზე ცალკე მოვაწერინა ხელი ჩემს შეps. მოდულენ სულ ამერხას უნდა გითხარით, ცალკე ასე ვთქვათ, მოდულების ცალკე საბუთი კიდე გავაკეთე. და ეხლა რა ხდება? ანუ ეს საბუთები ცალკე ვიდეოში შევწ. ეს ყველა საბუთი ხო გავაკეთეთ. ყველა საბუთი ორიგინალი ან მინიმუმ ასე რომელიც ორიგინალს შეესაბამებოდა. ანუ ცხოვნის ორიგინალი მქონდა, ბერუსალობნისები ორიგინალები მქონდა, ემერთი გუნგები ასლი მქონდა, რომელიც დედან შეესაბამებოდა და ეს უკვე ანუ თავისი ძალა აქვს ამ საბუთსაც. Bescheinigung der vollen Weiterbildung, ანუ ეს მაგაში უცხოა რომ თქვენ შეps ნამდვილად აქვს ამის გატარების უფლება. Erste გამამიტკილი Bescheinigungის ორიგინალი მქონდა, კურსების ორიგინალი მქონდა, Arbeitsbeschäftigungის ორიგინალი საბუთი მქონდა. და თქვენ მეტი ხარფი არ დაგჭირდებათ და ეს საბუთები ყველაფერი წავიღე ნოტარიუსთან, სადაც უნდა დაამოწმოთ, ანუ ისინი და თქვენ ყველა საბუთი რაც მიგაქვთ, თვითონ აკეთებენ ამ ყველაფრის კოპის და ანუ ხა თქვათ ის კოპები რაც მქონდა დედას რაც შეესაბამება ისინი სადაც დავტოვე და დანარჩენი ყველაფრის კოპირება გააკეთეს, პლუს ამას პასპორტი და მე რა ვიცი ალფენთალცილობნისიც მაინც მივეცი, ხა დამჭირებია, მაგრამ მაინც გადავაქსეროქსებინა. და ეს ყველაფერი უნდა დაამოწმოთ ნოტარიულად და შემდგომ აპოსტილით. ჩემთან ორივე სერვისი ერთად გავაკეთე, სადაც 200 ევრო გადავიხადე მაგ სერვისში და დაახლოებით 1 პერიოდში საბუთების დამზადებას. და ანუ არის ხო ეს ძალიან არის ეს ანა მითხრა. ანუ არის სანიტარო ბიურო, რომელიც ცალ-ცალკე საბუთებს გიმოწმებს და ამაში ძალიან ბევრი ფულის გადახდა მოგწევთ. მე გავაკეთებინე ერთ საბუთად, ანუ ერთ პაპკაში ასე ვთქვათ, ყველაფერი ერთად იყო ერთი დიდი ბეჭდით დამოწმებული. და ეგ ძალიან დამეხმარა. იმიტომ რომ სად 180 ევროს რო გადაიხდით 200 ევროს, სად 600 ევროს ხო? მე ეს ყველა საბუთი წავიღე საქართველოში. ჩემი პირადი გამოცდილებით და რჩევით გირჩევთ, რომ ან თქვენი წაიღოთ, ან ძალიან უნიშნავენ სანდო ადამიანს გაატანოთ. თუ და თქვენ თქვენი ოჯახის წევრს ან რაღაც ახლობელს, თქვენი იურიდიული მინდობილობა აქვს შემდგომ ის გაგრძელებს საქართველოში ამ ყოველდღიურ ჭიდილს. თუ და თქვენი რა თქმა უნდა მაგის გარშემო არავის არ გრჩევ. ანუ იმის გამო რომ ყველა ორიგინალი საბუთი ჩემთან დარჩა და საქართველოში ამ საბუთებთან ერთად წავიღე დიპლომის დანართი. ჩემი პასპორტი პირადად მქონდა, თან მქონდა. და კიდე რა წავიღე? კომენტი არ ფერღარ წამიგეცეს. ანუ ეს საბუთი. ეხა არის ძალიან ინდივიდუალურად. ზოგადი ქირურგიის ანუ მე ვარ ვარკვევდი მოკლედ ზოგი მეუბნებოდა რომ ეს ყველა საბუთი ჯერ უნდა შემიდან ჯანდაცვის სამინისტროში შემდგომ მათ უნდა გაეკეთებინათ მიმართვა რეზიდენტურის ხელმძღვანელის მიმართ, რომელსაც მე ხელი უნდა მოეწოდა და ამ ყველაფრის გენემი გუნგი გაეკეთებინა, ასე ვთქვათ. მაგრამ ეგრე არ მოვიქეცი. ამ კაცის საკონტაქტო გავარკვია, დაურეკა დავკავშირდი, რომ ჩავიდი, იმიტომ რომ ერთი კვირა მქონდა გაგული მისივე საქართველოს შესულიყავდა ეს საბუთები ჩემი თომეგვარებინა, იმიტომ რომ დედა ჩემთვის მაგ ტანჯვის ანუ არ შემეწო, მეწოდებოდა. ამ კაცს დავკავშირდი, უთხრა რომ მეთქი გერმანიაში მაქვს რეზიდენტურა გავიდა, მინდა აღიარება გამიკეთოთ თქო და საიცენზიო გამოსაზრდად დამიშვან თქო და შევხვდით მოკლედ ერთმანეთს, ამ კაცმა გადახედა ჩემს ცოიგნის ყველა საბუთს საერთოდ რაც მქონდა, აი მართლა დეტალურად წაიკითხა. არანაირი ხა სამეცნიერო კითხვა არ დაუწევს, უბრალოდ აინტერესებდა რეალურად პრაქტიკაში რას ვაკეთებდი და რის ფეხი ვიყავი, ასე რომ ვთქვათ. და მოკლედ ეს ადამიანი გიწერთ შემდგომ საბუთს მიმართვას, ასე ვთქვათ, ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ, რომლის საბუთიც ასევე ჩემით გავაკეთე, ჩემით დავწერდა ამ კაცს ხელი მომწერა. ამის მაგალითი შემიძლია გამოგიგზავნოთ თუ ვინმე სასჭირდება. და ანუ ამ საბუთში წერია რომ ეს გავლილი მოდულები ნამდვილად შეესაბამება საქართველოს რეზიდენტურის მოდულებს და რომ დაშვებული ვარ
სალიცენზიო გამოცდა ზოგად ქირურგიაში და თავის დათხოვის მიზნით 2 წელი კოპი მქონდა და ორივეს მოაწერინა ხელი ამ კაცს. ამ შემთხვევაში ამ ადამიანთან ურთიერთობა მთავრდება და ეს საბუთი არის ჩემი აზრით გადამწყვეტი იმისთვის სალიცენზიო გამოცდას დაგიშვებენ თუ არა. ეს ყველა საბუთის შემდგომ სასაზღვრო კონტროლის საბუთთან ერთად, სადაც თქვენი რეზიდენტურის დაწყებიდან დამთავრების ჩათვლით უნდა იყოს საზღვრის კვეთები დაფიქსირებული, რომელსაც აკეთებთ, როგორც ვიცი, ის სამინისტრო არის, მოკლედ ქართულადაზე რაღაც სამინისტრო აღარ მახსოვს, მაგრამ მან კეთდება ეგ საბუთი საქართველოში. და ეგ საბუთი ახლა მაგის დამოწმება რაღაც არ აღჭირდებათ, მაგ საბუთთან ერთად, ჩემს დიპლომთან ერთად, მოკლედ ამ კაცის მიმართვასთან ერთად, ჩემი პირადობის მოწმობასთან ერთად, რომელიც ასევე დავამოწმე, რა ქვია, ნოტარიულად საქართველოში. შევიტანე ეს ყველა საბუთი ჩანაცვლის სამინისტროში. რეგულირების რაღაც სამუშაო რეგულირების აგენტოში. რო შეგეხებთ ეთქვით, რომ ეს და ეს ვარ და ეს და ეს მინდა პირდაპირ მოგხედავენ. შევიტანე ეს საბუთები, მოგხსნებენ ეგრეთ წოდებულ რეგისტრაციის საბუთს, სადაც თქვენი რაღაც კონკრეტული ნომერი წერეთ, რომელთაც უნდა გადაამოწმოთ თქვენი საბუთები განიხილეს თუ არ განიხილეს. ამას ჩავამეტებ, რომ ეს ყველა საბუთი, რაც მე გერმანიიდან საქართველოში წავიღე, მე საქართველოში მივიტანე თარჯიმნის ბიუროში, სადაც გადამითარგმნეს და ასევე ნოტარიულად დამიმოწმეს. ანუ საქართველოში გერმანულ საბუთებს, ანუ რაც გერმანიდან წავიღე გერმანულ საბუთებს საქართველოში ჯერ თარგმნით, ამოწმებთ და შემდგომ შეგაქვთ შენათვის სამინისტროში ამ ყველაზე მოხსენებულ საბუთთან ერთად. ეს საბუთები მე მithres რომ აცამშო დღეში და განიხილებაო და შეგატყობინებთ პასუხსო. მე მეილი მქონდა დატაბილი და ჩემს აქვს ჩემი მინდობილობა და მისი ნომერი მივუთითო რა თუ რამე თქვათ მას მისულოდა პასუხად. ერთი თქვენ მოგწერეს 10 დღეში და მეორე დაახლოებით 1 თვე-ნახევარი ალბათ დაჭირდა ამ საბუთების განხილვას მიუხედავად იმისა რომ მყავს მეგობრები ნაცნობი რომელთაც რამდენიმე დღეში განხილავენ ხოლმე ამ საბუთებს და პასუხს ეგრევებდებიან. ეს ყოფილი ჩემი აზრით დამოკიდებული არის ეგრეთ წოდებულ საბჭოზე, რომელიც თქვენ თვეში ერთხელ იმართება და მოკლედ ამ საბუთების შეტანის შემდგომ მომივიდა პირდაპირ მესიჯი სასერტიფიკაციო გამოცდების რეგისტრაციის დაწყებამდე, რომ დაშვებული ვიყავი გამოცდაზე. ანუ ეს საბუთი მაქვს მეილზე შენახული, ეს არის ოფიციალური დოკუმენტი, სადაც წერია, რომ ეს გერმანული რეზიდენტური ქართულში ესწავლება და რომ აღიარებულია და რომ ნამდვილად შემიძლია გამოცდაზე გასვლა. და ამ საბუთით ანუ ეს საბუთი ასე თქვა ჯანმრთელობის სამინისტროს თვითონ ამ სამინისტროს მიერ არის გაკეთებული და მე მაგის მეტი არაფერი აღარ დამჭირებია. დედაჩემი ერთადერთი ჩემი დიპლომით და ჩემი პირადობის მოწმობით ასევე ჯანმრთელობის სამინისტროში შევიდა და დამარეგისტრირა თვითონ გამოცდაზე, რომელსაც ონლაინ ვერ გაკეთებდა სასერტიფიკაციო გამოცდაზე დარეგისტრირება მხოლოდ Google-ზე ხდება. მე ამის შემდგომ უკვე როგორც ყველა მესიჯი მიიღო დედაჩემად, სადაც ეწერა ჩემი თარიღი გამოცდის და ამ გამოცდაზე მიდიხართ ჩვეულებრივად პირადობის მოწმობით აბარებთ და მე გაზევან ფურცელს რომ თქვათ ეს რაღაც გამოცდა ჩავართ. გამოცდა. ამის შემდეგ, როგორც ვიცი, ეხლა ჯერ მაგ პროცესში არის ისედაც, მაგრამ დაახლოებით 1 თვის ჭირდება კიდევ რაღაც ახალი საბჭოს დანიშნოს, რომელიც ნამდვილად განიხილავს იმას, თქვენ გაქვთ თუ არა უფლება, რომ სერტიფიკატი მოგანიჭონ და სერტიფიკატი მოკლედ სადღაც 1-დან 2 თვეში გაიცემა, როგორც ვიცი. მე ამ საბუთს სერტიფიკატს აპოსტილით დავამოწმებ საქართველოში, წამოვიღებ აქ მე გერმანულად ვთარგმნი და შემდგომ ამ საბუთით შეგვიძლია დარეგისტრირება აპრობაციის გამოცდაზე. ვფიქრობ, რამე ხო არ გამორჩა, ან რა შეიძლება კიდევ რომ გითხრათ, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს. ეს არის აი ზუსტად უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ ჩემს შემთხვევაში ზოგადად ქირურგიაში მაგალითად წერია, აი რა ვიცი, ყბაზახის ქირურგია, ან უროლოგია, გინეკოლოგია, რაღაცა როტაცია, ხო, რომელიც ჩემს კლინიკას მაგალითად არ ჰქონია. ჩემ კლინიკას ყავს უბრალოდ პარტნიორი კლინიკა, სადაც ამ როტაციების გავლა შემეძლო და გავიარე და ანუ თვითონ მოდულებში, სადაც როცა ხედავთ წერია, რომ აი ერთი თვე უნდა გაივლო თქვა გინეკოლოგია, ერთი თვე ეს და აი ყველაფერი უნდა იყოს ზუსტად ისე, როგორც ქართულ მოდულებშია. ამიტომ ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ თვითონ ეგ ცოიგნისი, აი ყველა მნიშვნელოვანი საბუთები არის ჩემი აზრით ცოიგნისი და ერმექტი გუნგები გერმანიაში, ხოლო საქართველოში რეზიდენტური შეფის მიმართვა და აი ეს საბუთები უმნიშვნელოვანესია და მაგას დიდი ყურადღება მიაქციეთ. ანუ ამ კაცმაც მითხრა, რომ ცოიგნისი ძალიან კარგად აქვს დაწერილი და მეთქი ჩემი შეფიჩაჯიბიტი და მე მეთქი ძლეი. ამიტომ არ შეგეშინეთ ის რა ყველა მეუბნება ხოლმე რომ ხამ კაცებს მეუბნებოდნენ რომ კაცრესია, ზოგი მეუბნებოდა რომ წინამორბედი ვინც ყავდა ამ კაცს ის ერთი კვირა იტოვებსო სტუდენტებს საქართველოში რომ ნახოსო პრაქტიკულად რა იციანო და რა ისწავლესო რომ მე გააწყდოს ამ მისმენ თუ არა მისმს თუ არა ამ მიმართვასო, მაგრამ კიდე ყოფილი ფანტაზია მგონია რომ დადვირთული იყო ეს კაციც აინტერესებდა უბრალოდ გერმანიაში რა ვსწავლობდი, რა გავიარე, რამდენად განსხვავებული სისტემა იყო და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან რა ვიცი, მობიერი, განათლებული და სასიამოვნო პიროვნება იყო და ამიტომ სულ მაგას ვიზახი ხოლმე, რომ სხვის ნალაპარაკებს არ უნდა usმინოთ და ყველაფერი თქვენით უნდა გაიაროთ. ჩემს მეგობრებს გარშემო ვინც ახლა თქვა ამ პერიოდში გავიდა გამოცდაზე და სხვა სფეროში მოვუწიათ სალიცენზიო გამოცდის ჩაბარება, პირიქით გააკეთეს, ანუ ზოგიერთ მეგობრებმა მაგალითად ჯერ ჟამის ანუ ეს ყველა საბუთი ჯანმრთელობის სამინისტროში შეიტანეს, მე ჯანმრთელობის სამინისტრომ უთხრა რომ რაღაც მიმართვა გააკეთა ამ რეზიდენტური შეფთან რომ მოთანაც მე კიდე ეს რაღაც საბუთები მიიტანეს, ანუ ძალიან ინდივიდუალური მთავარი ყველა საბუთის წესრიგში გქონდეთ, აი უშუალოდ თქვენი პროფილის რეზიდენტურის პროგრამის ხელმძღვანელი როგორი ტიპაჟი იქნება, აი ყველაფერი მასთან დამოკიდებული შეგიძლიათ დაიკონტაქტოთ და პირდაპირ მას კითხოთ რა როგორ ხდება, იმიტომ რომ ბევრი ადამიანთან აქვს შეხება გერმანიიდან და ასე თუ ისე ინფორმირებულები არიან. და რა ვიცი კიდე რამ ხოლმე მოვიწყდება ახლა ვფიქრობ. ჩემი აზრით ყველაფერი ჩავატიე. წარმატებას გისურვებთ. იმედია ჩემი მოწოდებული ინფორმაცია ისევ დაგეხმარათ და თუ თქვა აპრობაციის გამოსადა დარეგისტრირებთ და მე კიდევ რა ეტაპების გალა მომიწევს საუთების თვალსაზრისით ისო მომიდევ რომ მოგიზიაროთ, დიდი სამით გაგიზიარებთ და თუ რამ კითხვა გექნებათ, ასევე შეგიძლიათ შემეხმაროთ. ბედნიერ დღეს გისურვებთ.